დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ნინო, თქვენგან დავიწყებთ საუბარს. ყველა მოუთმელად ელოდა ტრამპის პრეზიდენტობას სხვადასხვა თუ საერთო მიზეზებით და როგორც უკვე აღნიშნეთ, 100 დღის ათვლაც დაიწყო და საკმაოდ სწრაფი ტემპებით დაიწყო მან საკუთარი პოლიტიკის განხორციელება. პირველადი კონტურები რომ შევაფასოთ, მოხდა თუ არა რაიმე მოულოდნელი და რა არის ის საკვანძო საკითხები, რის შესახებაც ჩვენ ვნახავთ განსხვავებულ პოლიტიკას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. პირველ 100 დღეში ბუნებრივია, უბრალოდ საგარეო პოლიტიკა იპყრობს ჩვენს ყურადღებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საღამშვიდობის, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო ტენდენციებს ვადევნებთ თვალს, თუმცა არა აუცილებლად მოულოდნელს, იმიტომ რომ პირველ რიგში იმიტომ რომ დონალდ ტრამპი არ არის პირველი ვადით არჩეული პრეზიდენტი, ეს ერთი, მისი რაღაც გარკვეული ხელწერა აქამდეც გვენახა, ვიცნობთ მეტნაკლებად მის გუნდს და იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც მას ზურგს უმაგრებს, ასევე მეტნაკლები წარმოდგენა გვაქვს მის პოლიტიკურ ხედვებზე, როგორც შიდა პოლიტიკურ, ისე პირველ რიგში საგარეო პოლიტიკურ და ვთქვათ მათ შორის კამპანიის პროცესში საკმაოდ ბევრი გაჟღერდა თუ რას შეიძლება რომ ველოდოთ, ნამდვილად გეთანხმებით იმაში, რომ ის ქმედებებზე სწრაფად გადავიდა, ყოველ შემთხვევაში თავისი განაცხადები სწრაფად დაძრა, მაგრამ ბატონი დავითი და მე ვსაუბრობდი ჩემოსვლისას, რომ ბევრი რამ, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება მათ შორის განხორციელების ეტაპზე, რამდენად მას ყველაფერზე შესაბამისი მხარდაჭერა ექნება, იმიტომ რომ და როგორც არ უნდა რაღაცნაირად მავანმაცადოს ეს მოაჩინოს ქართულ რეალობაში, ამერიკის შეერთებული შტატები არის დემოკრატია, რომელიც იმართება ინსტიტუციებით, რომელიც იმართება ტრადიციული კანონმორჩილი სახელმწიფო ინსტიტუტებით, სადაც ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეძლებს სხვადასხვა ეტაპზე, ვთქვათ, პოლიტიკური გუნდის შესაბამის მხარდაჭერის მოპოვებას. გარკვეული ეგრეთ წოდებული რეალითი ჩეკებიც არსებობს, ხო, მაგალითად უკრაინასთან მიმართებით თვითონვე გააკეთეს აღიარება, რომ შესაძლოა ასე მალე არ დასრულდეს ომი და პრინციპში აქაც ქმედებებზე გადასვლა დაიწყო ყოველ შემთხვევაში, მუქარის ტონი შემოვიდა მის განცხადებებში. კი, ცალსახად, იმიტომ რომ ცხადია, რომ კამპანიის პროცესი განსხვავდება შემდგომ უკვე რეალური ქმედებებისგან და რეალობა განსაკუთრებით რეგიონში და საგარეო პოლიტიკურ დისკურსში არის სრულიად განსხვავებული. მათ შორის დონალდ ტრამპს მოუწევს იმ რეალობასთან გამკლავება, რომ ომის ამ ეტაპზე დღეის მდგომარეობით ჯერჯერობით რაღაც მომრიგებლური დისკუსიის წარმოება ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი მხარე ამ ეტაპზე მზაობას არ გამოხატავს და ამას რაღაც გარკვეული საკმაოდ დიდი ფანჯარა დაახვედრეს წინ იმისთვის, რომ ჯერ კიდევ რაღაც მსჯელობის ფაზაში გადავიდნენ. ასევე მაგალითად განსხვავებული ტონი იგრძნობა უკვე, ვთქვათ, ნატოსთან მიმართებით და ამერიკის შეერთებული შტატების მასში მონაწილეობის გამო, იმიტომ რომ მათ შორის ევროპა თანხდება იმაზე, რომ მათი მონაწილეობა უნდა გაძლიერდეს, ვინაიდან საფრთხეების აღქმა ადეკვატურია, მაგრამ რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პერსპექტივიდან არის ის, რომ მოწინააღმდეგეთა თუ საფრთხის კერა რეჟიმების მიმართ დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ხედვა განსხვავებული არ არის. იგივე რჩება თუ არა უფრო მკვეთრად გამოხატული, ისინი აღიარებენ, რომ საფრთხე მოედინება ვლადიმერ პუტინისგან, ისინი აღიარებენ, რომ საფრთხე მოედინება ჩინეთიდან, ისინი აღიარებენ, რომ დიქტატორული რეჟიმები არის გლობალური საფრთხე, რომელთან გამკლავებაშიც ამერიკა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს დონალდ ტრამპის მონაწილეობით. ამიტომ აქ მას ქონდა ინტერვიუ სხვა შორის ოვალურ კაბინეტიდან Fox News-თან, სადაც ისაუბრა ამ საფრთხებთან დაკავშირებით. რა ბერკეტები არის ტრამპის ხელში, რომ უკრაინასაც აკეთებს ის განცხადებებს და რომ შევაჭამოთ ეს რომ წაიყვანოს ეს ომი დასასრულისკენ, თუ არის ეს შესაძლებელი? მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკურად ამბიციური განაცხადი, რომელიც სრულიად ბუნებრივია იმ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომელსაც თავისი, ვთქვათ, პოლიტიკური დანაპირების ნაწილად აქვს ქცეული, რომ, ვთქვათ, ძლიერი ამერიკა აღადგინოს და მათ შორის საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ამერიკას კონდეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი გლობალურად და გლობალურ უსაფრთხოებაში, ვიდრე ეს აქამდე ქონდა, ამიტომ და ისედაც ვთანხმდებით ყველანი, რომ
საყოველთაო ინტერესში შედის, რომ ეს ომი დასასრულისკენ წავიდეს დემოკრატიის გამარჯვებით საბოლოო ჯამში, მაგრამ ცხადია, რომ რაღაც ეტაპზე ტრამპს სურვილი აქვს, რომ აი ამ ომის მშვიდობიანად და წარმატებით დასრულების რაღაც მემკვიდრეობა შექმნას და დატოვოს. ეს არის ბუნებრივი და ლოგიკური განაცხადი იმ ადამიანისგან, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ რაღაც მაგნიშაკიდეს რომ ისეთი დასასრულია ამ ომის, რომელიც 4 წელიწადში ხელახლა ომის დაწყებას არ ნიშნავს, კი ბატონო. ეს ცოტა გრძელვადიანი მშვიდობა, ხო, შედარებით გრძელვადიანი. არ დაწყებულ ომებს განიხილავს თავის სიძლიერად, რომელიც მომავალში არ დაიწყება. და თავის რაღაც თავისი სამომავლო მემკვიდრეობის რაღაც პოლიტიკა თავს გაცხადებული. არაფერი არც მის აქამდე გამონათქვამებში, არც მისი გუნდის გამონათქვამებში თუ ქმედებებში არ მიუწ მათ შორის იმ განაცხადებში, სადაც ისინი ერთგული რჩებიან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის და სამხედრო მხარდაჭერის, არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპი რაიმე ფორმით გადახედვას აპირებს ამერიკის პოლიტიკის უკრაინასთან მიმართებით. ისინი დეკლარირებულად ამბობენ, რომ ამ ომში ბოროტი და ცუდი მოთამაშე არის რუსეთი და უკრაინა იჩაგრება უსამართლოდ. ეს არის მოცემულობა, რომელიც მათ შორის ამ თეზისიდან, რომ ვთქვათ, სურვილი არის ომის დროულად დასრულების, არანაირად არ იკვეთება, რომ აქ ინტერესების გადათამაშება შეიძლება მოხდეს რუსეთის სასარგებლოდ. რუსეთთან რაღაც გარკვეული ტიპის დიალოგის წამოწყების სურვილი აქვს, ესეც ბუნებრივია, რომ საწყის ეტაპზე დიალოგის ფორმას ცდილობ ვიდრე პირდაპირ რიაკარში შევარდე. ცოტათი გადაგრა ზელენსკისაც ალბათ იმისთვის, რომ ესეთი ბალანსის პოზიცია ჩვენ ბალანსის მაღალინად თქვა პოლიტიკური განაცხადის დონეზე, ხო, მაგრამ დათომაც ახსენა, ჩვენ არა მხოლოდ რესპუბლიკელების, არამედ დემოკრატების პირობებშიც გადატვირთვის პოლიტიკის მომსწრეებიც ვართ, სხვადასხვა მცდელობის მომსწრეები ვართ, როგორც ჩინეთთან, ისე რუსეთთან, რომ ურთიერთობები გადაიხედოს და ეს ურთიერთობები და ეს პოლიტიკა წარმატებით არ დასრულებულა აქამდე და ამ ნაწილში ის აბსოლუტურად მართალია უნდა ვაღიაროთ ტრამპი, როცა ამბობს, რომ ეს ომი თავისთავად არის დემოკრატიული ადმინისტრაციების მიერ გამოვლენილი სისუსტეების შედეგი, რომელმაც რუსეთი მიიყვანა ამ ტიპის სიძლიერებიდან, რომელიც არ დაწყებოდა ბაიდენი და ობამათი დაიწყო ჯერ. ის მტკიცებარი, რომ ის პირობებში ეს ომი არ დაიწყებოდა, თუმცა ხო, ასევე რასაც უმაგრებს ზურგს ის, რომ არ დაწყებულა ეს ომი ის პირობებში. არ დაწყებულა, რა თქმა უნდა, სპეკულაციურია, დაიწყებოდა თუ არ დაიწყებოდა, მაგრამ თავისთავად სწორი განაცხადია, მათ შორის ევროპის ბოსტანშიც სწორი ნასროლი ქვა არის, იმიტომ რომ სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით აბსოლუტურად. იმიტომ რომ ევროპის 10 წლეულებიანმა არა მხოლოდ სისუსტემ, არამედ რუსეთის მიმართ არასწორმა ნაწარმოებმა პოლიტიკამ განაპირობა რუსეთის სიძლიერე, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე მატერიალური თვალსაზრისით. მოსკოვში ამაზეც რო ვისაუბროთ ტრამპის ამ განცხადებებს, ესეთი პოზიცია არის სიამოვნად მარტივად რო ვთქვათ, რა იყო მათთვის სიამოვნო ან სანქციების მუხარაში ან ნავთობის თემაში, შეიძლება რომ სხვა მოლოდინები ქონოდათ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის ოპონენტებს ქონდათ სხვა მოლოდინი, პუტინთან ზარების სკანდალიც იყო და რაღაც მე ვისთანაც ქონდა პირადადაც კონტაქტი, ძალიან დაგვტიროდნენ ამ თვალსაზრისით რეგიონის ქვეყნებს, რომ მათ წარმოედგინათ ტრამპის ოპონენტებს, რომ პუტინთან დაალაგდებოდა, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას ჯერ არ გადავსვარ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეულწილად პროპაგანდისტული, ეფექტურად გავრცელებული გზავნილების შედეგი, რომ თითქოს, აი ერთი ვთქვათ, ბუნებრივი საფუძველი ამის ის არის, რომ ვთქვათ, ოლიგარქები ერთმანეთთან მაინც უფრო საერთო ენაზე საუბრობენ, ვიდრე ვთქვათ, დემოკრატიული ყაიდის ლიდერებთან, ეს ერთი და მეორე ის, რომ რაღაც პუტინს რაღაც გარკვეული მაკომპრომატირებელი ზეგავლენა შეიძლება ქონოდა ტრამპის მიმართ, რაც ვთქვათ, მის გავლენებს ამ ურთიერთობაში გააძლიერებდა და მეტი ვთქვათ, რაღაც მეტი დისპოზიცია ექნებოდა რომ რეგიონთან მიმართებასთან დაკავშირებით ხო ტრამპის მაგრამ პარტიას არ უნდა დაეჯერებინა რომ მას ტრამპმა მოუგო, ამიტომ ამბობდნენ რომ რუსეთმა მოაგებინაო, ესეც იყო ამას იყო და ეს რაღაცნაირად გარკვეულწილად წარმატებით გავრცელდა, მათ შორის ჩვენმა ადგილობრივმა ოლიგარქებმაც ეს ბედნიერად აიტაცეს.
უფრო პროპაგანდისტული საფუძვლის გასაძლიერებლად იმისა, რომ აი ჩვენ ტრამპთან უფრო დავაგეთ, ტრამპთან ურთიერთობაში, მოკლედ პუტინსა და ტრამპთან ურთიერთობაში ჩვენს შესაბამისი ბენეფიტი გვექნება და ასე ბედნიერად დასრულდება. რასაკვირველი ასე არ არის, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი ძლიერ ამერიკას ხედავს როგორც გამოწვევას. ეს იმთავითვე ურთიერთგამომრიცხავი მოცემულობაა, იმიტომ რომ ამ და ტრამპის პირობებში ჩვენ მოველით, რომ ამერიკა უნდა ამ თვალსაზრისით გლობალურ არენაზე გაძლიერდეს. პრიორიტეტი არ იქნება. ეგ არის ტრაგიკულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამის იმედი აქვს, მაგრამ იმედი ეგ არა ის, რომ რაღაცნაირად ტრამპი დაუთმობს პუტინს, არამედ ის, რომ პრიორიტეტული არ ვექნება. აქაც ის მცდარი წარმოდგენა დევს, რომ თქვათ რეგიონთან მიმართებით პოლიტიკა განსხვავებული იქნება. არ იქნება, იმიტომ რომ ჯერ ერთი და არაერთხელ გვითქვავს ჩვენ, რომ დემოკრატიების რაღაც გლობალურად გავრცელების და რეგიონში გავრცელების პროექტი დაწყებულია რესპუბლიკელების დროს, ეს არის მათი მემკვიდრეობა, რომელიც მათ არამხოლოდ ეამაყებათ, არამედ მათთვის პრაგმატული მნიშვნელობის არის. ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, რომელიც დიდი ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით არ გამოირჩევა, იქ მათთან წარმატებით საუბრის ენა ისეთ სახელმწიფოებისთვის, როგორიც არის დასავლური სახელმწიფოები, არის დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი დემოკრატიულად მართული ქვეყანა. ეს არ არის აზერბაიჯანი, სადაც თქვათ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე რაღაცებზე თვალს დახუჭავ, გვერდსაუვლი და მაინც გააგრძელებ ურთიერთობას დერეფნის ინტერესებიდან გამომდინარე. დერეფანი საინტერესოა, მაგრამ საქართველოს მათთვის მნიშვნელოვანია, თუ ის რჩება ევროპულ ბაზრებზე მიღებული. თქვათ ირანის მოკავშირე მეშიტურ ანკლავთან არ გაქვს საქმე. მით უმეტეს უსაფრთხოების კონტექსტში. ხო, ეხლა აზერბაიჯანის შემთხვევაში. რასაც აღწერდა ეს გარეჯე საქართველოს კამპანია ტრაგიკული რომ არ ყოფილიყო, კიდევ უფრო როგორი კომიკური. აბსოლუტურად არათუ კომიკური, არამედ აბსოლუტურად ესე იგი არც ერთხელ რამდენი ვიზიტი განხორციელდა, რამდენი ორმხრივი შეხვედრა შედგა. საერთოდ დღის წესრიგში ვერ აყენებენ ამ საკითხს. ფორმალურადაც კი ვერ ახერხებენ, რომ თავის სამომრჩევას მაინც ანახონ, რომ ჩვენ ამ საკითხს საერთოდ რაღაც პედალირებას ვახდენთ და ვუბედავთ ალიევს, ან თუნდაც რაღაც რიგით მეათე წარმომადგენელს ალიევის, რომ ამ საკითხზე დაველაპარაკოთ. აბსოლუტურად გაყინული პროცესი, რომელიც სხვა შორის ამათ პირობებში გაეყება. ნამდვილად გეთახმები იმაში, რომ იგაცლებით მარტივად არის შესაძლებელი ხელისუფლების ცვლილება, ვიდრე საქართველოს დემოკრატიული გზები და მშვიდობიანი გზები თავალია მათ. იმ სახელმწიფოებში საქართველოსგან ორი ფუნდამენტური სხვაობაა, ხო? ერთი ის, რომ იქ გარკვეული ტიპის დემოკრატიული ხარისხი არის, სადაც სახალხო ლეგიტიმაციით სარგებლობენ ეს პირები და ამავდროულად სახალხო ლეგიტიმაცია კვლავ ჭირდებათ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, ეს ერთი და მეორე იმიტომ, რომ მათი ძალაუფლებაში ყოფნა ასევე პოლიტიკურად დიდწილად განპირობებულია იმაზე, რა ტიპის დახმარება ექნება თქვათ ევროკავშირისგან, იმიტომ რომ ისინი ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან და ევროკავშირის დახმარებაზე დგას მათი პოლიტიკური სტაბილურობაც დიდწილად, რომლის საპირწონეც ასე ცალსახად პუტინისგან ვერ თამაშის წესების შარჩოში არიან მოქცეული ცალსახად და ამიტომ ის რომ თქვათ ევროკავშირის შიგნით პუტინის ეს რაღაც აღმოსავლეთ მოკავშირეობა და იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს დასავლური იზოლაცია შესაძლოა დაემუქროს და საქართველოში სანქციების პოლიტიკა გაგრძელდეს, მაშინ ნებისმიერი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მათ შორის ავტორიტარული ტენდენციების ბევრად უფრო ფრთხილად იქნება საქართველოსთან მიმართებით და ვიდრე ამის ამის ფუფუნება გაცილებით შეზღუდულად შეიძლება ქონდეს. მაინც რამდენად წარმატებულია მათი ეს პროპაგანდა ამაზე. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი რაღაც პროპაგანდისტული ნარატივი, ისევ და ისევ იმის მცდელობა, რომ მათ რაღაც ტიპის სიახლოვე წარმოაჩინონ ტრამპთან. თითქოს მათ რაღაც საერთო აქვს ტრამპთან და ამიტომ ტრამპი მათ მიმართ რაღაც ფორმით უფრო მობიერი იქნება და ტრამპთან შეძლებენ რაღაც ტიპის დიალოგის წარმოებას, იმიტომ რომ რაღაც ფუნდამენტური თანხმედროვთ. პირველ ეს არის 100%, ეს არის 100% პროპაგანდისტული და 100% ფარისეულური. პირველი, იმიტომ რომ
ბოდიში თუ რაღაცნაირად არაპოლიტკორექტულად გავundes, მაგრამ საშუალო სტატისტიკურ კოდს და მათ შორის მათ პოლიტიკურ ელიტას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს პოლიტიკურ იდეოლოგიებზე. ისინი ვერასხვავებენ ერთმანეთისგან სექსს, გენდერს და სქესს. ისინი ვერასხვავებენ ერთმანეთისგან, აგერ იმის პროპაგანდისტული არხის წამყვანს ვუყურებთ იმას, ვერასხვავებს ერთმანეთისგან ღირებულებებს და პოლიტიკურ იდეოლოგიებს. მე რომელიც კონსერვატული იდეოლოგიის ვარ, რომელმაც პოლიტიკური ფონდი დავაფუძნე, რომელიც დეკლარირებულად ცენტრისტული მემარჯვენე იდეოლოგიის პოლიტიკური ფონდია და აფილირებულია ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების ოჯახთან. მაქვს რაღაც ჩემი მათ შორის რაღაც ჩემი იდეოლოგიური წარმოდგენები იდეალური სახელმწიფო მოწყობის პირობებში, მაგალითად სახელმწიფო რომელ საბაზისო სერვისებზე უნდა იყოს პასუხისმგებელი და ჩემი აზრით მაგალითად თქვათ ასეთი არის განათლება და ჯანდაცვა. ჩემი ქმარი არ მეთანხმება ამაში, იმიტომ რომ ის თulis რომ უნდა რაღაც სახელმწიფომ შექმნას ეკონომიკური ფუნდამენტი იმისთვის, რომ მე ამ სფეროებმა თვითრეგულირება მოახდინოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ღირებულებითი განსხვავებები გვაქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოზე როგორც სახელმწიფოზე განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ეს ადამიანები საერთოდ ვერასხვავებენ ერთმანეთისგან, იმიტომ რომ უბრალოდ არ იციან, არ ფლობენ ინფორმაციას და წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ. ისევე როგორც წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ღირებულებითი განსხვავებები ამ პოლიტიკურ პლატფორმებს შორის არ არსებობს. იქ არის იდეოლოგიური მიმართულებების განსხვავებები, შიდა პოლიტიკური დისკურსი როგორ უნდა იმართებოდეს ძლიერი ამერიკის შესაქმნელად. და ბოლოს როგორი წარმოდგენაც არ უნდა გქონდეს ტრამპს ცალკეულ რაღაც შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ეს რას ცulis ავტორიტარული საქართველოს მიმართ პოლიტიკაში, ეს რას ცulis ივანიშვილის როგორც ოლიგარქის აღქმაში, ეს რას ცulis მის მიმართ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ნაწილში, სადაც ისინი ამბობენ, რომ ავტორიტარული რეჟიმები უნდა დასანქცირდნენ და არ უნდა მართავდნენ დემოკრატიულ სახელმწიფოებს. ან აბსოლუტური ტოტალური ფარისევლობა, რომელსაც ჩემი აზრით ისინი მაინც-ამაინც წარმატებითაც ვეღარ ყიდიან. მადლობა ძალიან დიდი.